BMG და Tegeta Holding-ი წარმოგიდგენთ. BMG Autos. ვიდრე სტუდიას ბექაბაციკაძე ავტოსიახლეების მნიშვნელოვანი ამბებით შემოუერთდება, იქამდე ერთ ინფორმაციას მეც გაგიზიარებთ და თემა ეხება Mercedes-Benz-ის, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომწარმოებლის ბრენდის სტატუსი მოიპოვა. Brand Finance-ის შეფასებით Mercedes-ის ბრენდი დაახლოებით 59 მილიარდ 400 მილიონი დოლარი ღირს და ის თითქმის 1 მილიარდი ამერიკული დოლარით უსწრებს მეორე ადგილზე ჩამოქვეითებულ Tesla-ს. რეიტინგის ხუთეულში ასევე ვხედავთ Toyota-ს, Porsche-ს და BMW-საც. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის მხოლოდ ბრენდის და მასთან ასოცირებული იმიჯის შეფასება და არა უშუალოდ კომპანიის, რადგან ამ პარამეტრით Tesla პირველობას ართმობს, ვინაიდან ის საფონდო ბირჟაზე 611 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. შედარებისთვის კი გეტყვით, რომ Mercedes-Benz-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 83 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, რაც 7-ჯერ ნაკლები არის ვიდრე ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანიისა. ბრენდის ღირებულება კი იმაზე მიუთითებს, თუ როგორი ცნობადობით, პრესტიჟით და აღიარებით სარგებლობს ბრენდი საზოგადოებაში. ამ მაჩვენებლებით კი როგორც ჩანს, ისევ 138 წლიანი ისტორიის მქონე გერმანული ბრენდი ლიდერობს. ეს ერთი სიახლე ავტოინდუსტრიიდან. ჩემგან და დანარჩენს უკვე ბექა გვეტყვის, რომელიც უკვე შემოუერთდა საქმიანი სტუდიას. ბექა, დილამშვიდობისა და გისმენთ. დილამშვიდობის ნინი, ისტორია მართლაც მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ავტოწარმოებაში. ჩვენ Volkswagen-ით ვიწყებთ, რომელმაც თავისი პირველი ელექტროუნივერსალი ID.7 Tourer წარადგინა. ახალი ID.7 Tourer Volkswagen Passat ვარიანტის მწვანე ალტერნატივაა, თავის მხრივ Passat ვარიანტს არ აქვს ელექტროვერსია. ორივე უნივერსალს იდენტური ზომები აქვს, მაგრამ ID.7 ჩამორჩება Passat-ს საბარგულის მოცულობით, ახალ პროდუქტს ევროპაში უკან ამძრავით შესთავაზებენ მომხმარებელს, მის სიმძლავრე 286 ცხენისძალა იქნება. სრულამძრავიანი, ორძრავიანი ვერსიები მოგვიანებით გამოჩნდება. რაც შეეხება ელემენტების სიმძლავრეს, ორი ვერსია ამჟამად ხელმისაწვდომი 77 და 86 კილოვატი-საათი შესაბამისი მანძილის დიაპაზონით 600 და 685 კილომეტრი. ახალი თაობის Porsche Panamera ახალი მძლავრი ჰიბრიდული ვერსიები მიიღო, Panamera 4i ჰიბრიდი და 4s i ჰიბრიდ მოდიფიკაციები ოჯახის იერარქიაში საბაზო მოდელსა და turbo ჰიბრიდ შორის იკავებს ადგილს. დინამიკის და სიმძლავრის რეზერვის მხრივ ისინი წინამორბედებს აღემატებიან. ორივეში დამონტაჟებული 2.9 ლიტრიანი შიგაწვის ტურბოძრავა, რომელსაც 190 ცხენის ძალის ელექტროძრავა ეხმარება. Panamera 4i ჰიბრიდის ჯამური სიმძლავრე 470 ცხენის ძალა, ხოლო Panamera 4s i ჰიბრიდის 554 ცხენის ძალა. Panamera 4i ჰიბრიდი 100 კილომეტრამდე აჩქარებას 4.1 წამში ახერხებს, 4s i ჰიბრიდი კი მხოლოდ 3.7 წამში ჩქარდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე საათში 290 კილომეტრზეა შეზღუდული. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ავტომწარმოებელი გერმანული Mercedes-Benz გრუპი საფონდო ბირჟიდან საკუთარი აქციების გამოსყიდვას გეგმავს. ამ შემთხვევაში კომპანია 3 მილიარდის აქციებს გამოისყიდის, ხოლო თავად პროგრამა მას შემდეგ დაიწყება, რაც გერმანული კონგლომერატი გამოსყიდვის შარშან დაანონსებულ 4 მილიარდ ევროიან პროგრამას დაასრულებს. ბოლო დროს, როგორც იცით, აქციონერებზე გასაცემი დივიდენდის მოცულობა თითქმის ყველა ავტომწარმოებელმა გაზარდა, რაც საბაზო ეფექტს, ანუ მიწოდების ჭაჭვებში არსებული პრობლემების საბოლოოდ აღმოფხრას და ფუნქციონირების ნორმალურ რეჟიმზე გადასვლას უკავშირდება. Mercedes-Benz გრუპის მსგავსი გადაწყვეტილება გასულ წელს General Motors-მა, Ford-მა და Stellantis-მა მიიღეს, რომელთა მიერ გამოსყიდული აქციების და აქციონერებზე გაცემული დივიდენდების ჯამურმა მოცულობამ 22.7 მილიარდი დოლარი შეადგინა. სხვა კატეგორიებს შორის ახალი ელექტრომობილების გაყიდვებმა 2024 წელს დომინანტი პოზიცია დაიჭირა ევროპასა და გაერთიანებულ სამეფოში სამგზავრო ავტომობილების მიწოდებაში მათ 11.9%-იანი წილი დაიკავეს. Euronews-ის ცნობით, ევროპულ ბაზარზე ბრიტანეთის ჩათვლით ელექტრომობილების გაყიდვები 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2024 წლის იანვარში თითქმის 30%-ით გაიზარდა. ამავე დროს პლაგინ ჰიბრიდების გაყიდვები გაიზარდა თითქმის 25%-ით, ელექტროჰიბრიდების გაყიდვები კი თითქმის 22%-ით. Бензინზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვები გაიზარდა მხოლოდ 3%-ით, დიზელზე მომუშავე ავტომობილების კი პირიქით 5.4%-ით შემცირდა. 2024 წლის იანვარში ევროპულ ბაზარზე ყველაზე მეტი 258.402 ავტომობილი Volkswagen გრუპმა გაყიდა, რომელსაც მოსდევს 186.120 გაყიდული ერთეული Stellantis-ი და შემდეგ მოდის 92.935 ავტომობილით Renault. აღსანიშნავია, რომ სამივე მწარმოებელი ერთად ევროპული ბაზრის 52%
20%-ს ფარავს. ყველაზე მეტი ახალი ელექტრომობილი 22474 ერთეული გერმანიაში გაიყიდა, რითაც ევროკავშირის უდიდესმა ეკონომიკამ ელექტრომობილების გაყიდვებში თითქმის 24%-იანი ზრდა დააფიქსირა. თითქმის 37%-ით გაიზარდა გაყიდვები საფრანგეთში, ბელგიაში 76%-ით, ნიდერლანდებში კი 73%-ით. ყველაზე შთამბეჭდავი ზრდა ელექტრომობილების გაყიდვებით კი ნორვეგიამ დააფიქსირა 2023 წლის იანვართან შედარებით 2024 წლის პირველ თვეს ქვეყანაში 291%-ით მეტი ელექტრომობილი გაიყიდა, თუმცა მათმა რაოდენობამ რეალურად 4720 ერთეული შეადგინა. და თეგეტა ჰოლდინგი წარმოგიდგენთ. PMG Autos.